სომალიში თურქეთის მხარდაჭერა მოგადიშუს ალ-შაბაბთან ბრძოლისათვის ყველაზე ძლიერი ძალები მისცა, მაგრამ იგივე ერთეულებს ახლა ქვეყნის შიგნით იყენებენ. მოგადიშუში სავარაუდო მიწის მიტაცების და იძულებითი გამოსახლებების გამო დაპირისპირებისას თურქეთის მიერ გაწვრთნილ პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან მძიმედ შეიარაღებული პოლიციის დანაყოფის წევრები დემონსტრანტებს. ამ ინციდენტმა გააძლიერა უკმაყოფილება მთავრობის მხრიდან უსაფრთხოების ძალების გამოყენების გამო და ახალი კითხვები გააჩინა თურქეთის პასუხისგებლობაზე იმ დანაყოფთან დაკავშირებით, რომელსაც ის წვრთნის. საკითხის გასარჩევად ჩვენთან ერთად ახლა არის აბდულა მუმინი, სომალის ჟურნალისტთა სინდიკატის გენერალური მდივანი. აბდულა, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით აქ IO4 News-ზე. რას გვეტყვით იმაზე, რაც ამჟამად ხდება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მოგადიშუში? მოგადიშუში ადგილობრივმა მომიტინგეებმა ქუჩებში გააპროტესტეს ისინი, ვისაც მიწის მიტაცებლებს უწოდებენ. ეს არის მიმდინარე ოპერაცია, რომლის შედეგადაც ბოლო 12 თვის განმავლობაში მოგადიშუს დედაქალაქში 140,000-ზე მეტი სამოქალაქო პირი გამოასახლეს და პროცესი კვლავ გრძელდება. დღეს მიწის მიტაცებლები და გამასახლებლები გამოვიდნენ, რათა გამოასახლონ ოჯახები, დაუცველი ოჯახები მოგადიშუს ცენტრში. განსაკუთრებით ვაბერის რაიონში, სადაც მათ სადეს ხალხის გამოსახლება. და სწორედ ამიტომ პოლიციის ძალა, განსაკუთრებით თურქეთის მიერ გაწვრთნილი პოლიციის ძალა, სახელად ჰარამადი, შევიდა ამ ტერიტორიაზე, რათა შეეჩერებინა მომიტინგეები ძალადობის გაღვივებაში. სულ მცირე ჯერჯერობით ჩვენი ინფორმაციით ერთი ადამიანი დაშავდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. რამდენიმე ადამიანი დააკავეს და დღის მეორე ნახევარში სიტუაცია მშვიდი იყო. თქვენ ამბობთ, რომ ეს პოლიციელები თურქეთის ძალების მიერ არიან გაწვრთნილი და მათი მიზანია ალ-შაბაბის წინააღმდეგ ბრძოლა. რა შედეგები შეიძლება მოხვდეს იმას, თუ ეს პოლიციის დანაყოფები ეხლა სომალელი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართავენ? სინამდვილეში, დიახ, ესენი იყვნენ თურქების მიერ რამდენიმე წლის წინ სპეციალურად გაწვრთნილი პოლიციის წევრები. მათი მიზანი იყო ალ-შაბაბის წინააღმდეგ წინა ხაზზე ბრძოლა. სამწუხაროდ, ეხლა ისინი ამას აღარ აკეთებენ. ისინი ეხლა სომალელ მოქალაქეებს, სომალელ მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან დედაქალაქ მოგადიშუში. და ეს ძალიან სამწუხაროა, ეს საკითხი არაერთხელ დააკენეს ოპოზიციის წევრებმა. სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა თურქეთის ელჩთან დედაქალაქ მოგადიშუში და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ჯერჯერობით თურქეთის ხელისუფლების მხრიდან დამატებითი ქმედებები არ ყოფილა. წელს მარტში ფედერალური მთავრობის თავდასხმა მოხდა სამხრეთ-დასავლეთის შტატში, ბაიდოას მახლობლად, სადაც თურქული ძალებიც გამოიყენეს ქალაქის დასაკავებლად და ადგილობრივი ხელისუფლების გასაძევებლად. სამხრეთ-დასავლეთში, რამაც რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტი გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია პუნტლანდის რეგიონულ ძალებთან შეტაკებების შესახებ. უნდა ველოდოთ, რომ ამ შეტაკებებში თურქების მიერ გაწვრთნილი ოფიცრებიც იქნებიან ჩართული. ხედავთ თუ არა, რომ თურქების მიერ გაწვრთნილი ოფიცრების გამოყენება მთელ ქვეყანაში ფართოვდება. დიახ, სინამდვილეში ასეა, რაც ბოლო რამდენიმე კვირაში ვნახეთ, იყო ის, რომ ცენტრალური სომალიდან დარკვეული ძალების გადაყვანა მოხდა მუდუგის რეგიონში, სადაც პუნტლანდის ხელისუფლება 1988 წლიდან შედარებით სტაბილურად აკონტროლებს ტერიტორიას. და მუდუგის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში შეტაკებები განმეორებით ხდება, ასევე ფორტ ქალაქ ბოსასოში. მაგრამ ეს სიტუაცია ეხლა დასრულდა პუნტლანდის ხელისუფლების მიერ მთელი ტერიტორიის დაკავებით და ფედერალური ძალების განდევნით, მათ შორის თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალებიც ამ ტერიტორიიდან. და ეს სიტუაცია ეხლა თითქოს ოდნავ შეიცვალა. სამწუხაროდ, ეს აჩვენებს ფედერალიზმისა და უსაფრთხოების კონტროლისა და გავლენის გარშემო არსებულ დავასა და კამათს, არა მხოლოდ მოგადიშუში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. პუნტლანდი არის რეგიონული სახელმწიფო, რომელიც ეფექტურად ფუნქციონირებს 1988 წლიდან, ის იყო სომალის ამჟამინდელი ფედერალიზმის საფუძველი და აჩვენა წარმატებული ძალიან დემოკრატიული მმართველობის მაგალითი. მათ 2023 წელს
ჩაატარეს პირველი პირდაპირი არჩევნები. რეგიონულმა ხელისუფლებამ ჩაატარა კამპანია ISIS-ისა და Daesh-ის წინააღმდეგ. რეგიონული სახელმწიფოების ეს ყველა კარგი ნაბიჯი ეხლა ძირს უთხრის ფედერალური მთავრობა, რაც სომალის სახელმწიფო მშენებლობის თვალსაზრისით ნამდვილად სერიოზული უკუსლაა. აბდულა მუმინ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ხართ 24 News-ზე. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ, რა ხდება ახლა სომალიაში. ვაფასებთ თქვენს მონაწილეობას. დიდი მადლობა მოსმენისთვის.